მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა ორ პოზიციაზე. ამ გაშლის სახელი სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ არ მომიფიქრებია, მაგრამ მინდა გავაკეთო გაშლა იმაზე თუ აი რა მესიჯით მოდის ახლა თქვენთვის სამყაროსგან, სივრცისგან, ხო? აი რა არის ის, რაც ახლა გჭირდებათ, რომ მოისმინოთ, გაიგონოთ, ხო? მიიღოთ, ასე რომ ის გაშლა არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ახლა აი რა მესიჯი არის თქვენთვის, ხო? შესაძლოა რას მიაქციოთ ყურადღება, ან რა გაითვალისწინოთ, ან რა შესაძლოა გრჩება ყურადღებიდან, ან რაზე ფოკუსირდეთ, ხო? ან უბრალოდ რა უნდა ვიცოდეთ, ან რა უნდა გავიგონოთ, რაც დაგვეხმარება, ან კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ან ზოგადად. ხო, შემდეგ მოგვიანებით მოვიფიქრებ უკვე კონკრეტულ ისეთ დამაინტრიგებელ სახელს ამ გაშლისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე ასე ვიყოთ, გვექნება ორი პოზიცია, დიდი ხანი არ გამიკეთებია და მოკლედ და ზოგადად გავაკეთებ დღეს გაშლას. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია. შეგიძლიათ აირჩიოთ ნივთი, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება არჩევისთვის, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და ისე გააკეთოთ თქვენი არჩევანი. შეგიძლიათ ორივე პოზიციასაც მოусმინოთ. იქნებ აქაც იყოს ინფორმაცია ორივე პოზიციაში თქვენთვის. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის საჯარო და ზოგადი გაშლა. შესაბამისად, ინფორმაცია გათვლილია უფრო ფართო აუდიტორიაზე, ზოგადია ეს ინფორმაცია და იმისათვის, რომ უფრო კონკრეტული, დეტალური ინფორმაცია მიიღოთ საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებასთან ან სიტუაციასთან დაკავშირებით, სასურველია რომ გავაკეთოთ ინდივიდუალური ტარო სესია. და ვისაც გექნებათ სურვილი რომ ჩემთან მოხვიდეთ, თუ როგორ დამეკონტაქტოთ, სად მიპოვოთ და ასე შემდეგ, ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მე დავიწყებ. პირველი პოზიციით. აქ დავდებ პირველ პოზიციას. დავიწყოთ პირველი პოზიციით. ნახოთ დასაწყისისთვის სიგნიფიკაცია, ხო, თქვენი. სიგნიფიკაცია თქვენი, რაც დაგვეხმარება და დაგეხმარებათ პირველ რიგში იმაში, რომ იქრსნოთ თქვენზეა ეს, არ არის თქვენზე, ხო, რომ იქრსნოთ რეზონირებს, არ რეზონირებს, თუ რეზონირებს, გააგრძელებთ მოსმენას. კარგი, სიგნიფიკაცია. პირველი პოზიციის ახლა რა ხდება თქვენს თავს, თქვენში, თქვენ ცხოვრებაში ახლა. რა ენერგიებში ხართ, ხო, ზოგადად, ო? რაღაც ახალი იბადება. აქ, ნახოთ აბა რა ხდება. აჰა. ძალიან ბევრი რაღაც ხდება აქ თქვენ ცხოვრებაში, მე მინდა ვთქვა. აქ ბევრთან ან ფიზიკურად ბევრი რაღაც ხდება თქვენ ცხოვრებაში, ან თქვენში ხდება ბევრი რაღაც, ხო? ზოგთან შესაძლოა ორივე იყოს აქ. აქ არის ახალი ენერგია და აი თითქოს всё, მე მზათა ვარ, ჟარგონულად ვიტყვი, აი მოვიხოდე, მზათა ვარ ახალი თავგადასავლისთვის, ან მზათა ვარ ახალი ეტაპისთვის ჩემს ცხოვრებაში, ან მზათა ვარ ახალი პროექტისთვის. აქ იგრძნობა ენერგია. ისეთი ენერგია, რომ მე მინდა რაღაც გავაკეთო, რაღაც შევქმნა. მოუსვენარი ენერგია, რომელიც აი ითხოვს, რომ სადღაც მიმართოთ, რაღაცაზე მიმართოთ. შესაძლოა აქ ზოგს მართლა ისეთი მომენტები გქონდეს, რომ ვერ ისვენებდეთ ერთ ადგილას, ხო? აი განსაკუთრებით ისეთი ენერგია იყოს. თან შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით, 28 აგვისტოს ეს დერეფანი დაიხურება და დასრულდება, თუმცა რა თქმა უნდა, რამოდენიმე დღე მაინც კიდე ამ ყველაფრის შედეგებს მოვიმკით და დღეც არა, კვირებიც შედეგებს შესაძლოა მოგვიანებითაც კი დავინახოთ ეს ყველაფერი. მაგრამ ემოციურად და ენერგიულად ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენზე ახლაც მოქმედებს და მე კიდევ მერეც გააგრძელებს ზემოქმედებას ჩვენზე, ასე რომ აქ პირველი პოზიცია ახლა აი ზუსტად ისეთ ენერგიებშია, რომ აი მზათა რაღაც შექმნას. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური რაღაც, ხო? ფიზიკური ქმედება, მაგალითად დაიწყეთ ვარჯიში და უფრო მეტად გრძნობთ ამ ენერგიას, უფრო მეტად გინდათ რაღაც აქტიური სპორტით დაკავდეთ, ან უბრალოდ რაღაც აქტიური საქმიანობით დაკავდეთ, ან შემოქმედებით რაღაც იქნება ეს ცეკვა თუ სირბილი.
ზოგთან შესაძლოა ეს იყოს იდეის დონეზე, ენერგიის დონეზე, რომ აი მე მინდა ვიმოქმედო, რაღაცას ჩავდო ეს ენერგია, რაღაცა შევქმნა, რაღაც გავაკეთო. მაგრამ თავი რაც არის ცვლილება. ვიღაცასთან შესაძლოა მართლაც ისეთი ცვლილება იყოს, აი მაგალითად ადგილმდებარეობის შეცვლა, სახლის შეცვლა, სივრცის შეცვლა, იმიჯის შეცვლა, გარეგნობის ჩაცმის, ან საკუთარ თავის როგორც აღვიქვამთ ამის შეცვლა, მაგრამ თავი რაც არის აქ პირველ პოზიციასთან ცვლილებები და აი ესეთი მხურვალე ცეცხლოვანი ენერგია, რომელიც დინამიკას გვაძლევს, რომ მუხტს გვაძლევს, გვამოტივირებს, ხო? აი ძალიან ასეთი ცეცხლოვანი ენერგია არის აქ. ასე რომ თუ ეს ამ ყველაფერს გრძნობთ და ეს ყველაფერი თქვენთან ახლოს მოდის, ახლა რასაც მე ვსაუბრობ და ვისაუბრე, აგრძელებთ მოსმენას. თუ არა, ისმენთ სხვა გაშლას ან სხვა პოზიციას. კარგი, ვნახოთ ახლა მაშინ თქვენთვის. აი რა არის ახლა, ხო? რა არის, რა მესიჯი მოდის ახლა თქვენთვის აქ სამყაროდან. რა მესიჯი, რაზე გავაკეთოთ დღეს თქვენთვის ეს საჯარო ზოგადი მოკლე გაშლა, ხო? რა მესიჯი აქვს პირველ პოზიციისთვის, რას გეტყვით აქ, ტარო, სამყარო, რას გეტყვით? აქ რაზე გვაქვს საუბარი? ესე იგი, აქ საუბარი არის რაზე, მეგობრებო? აქ პირველ პოზიციას აქვს რაღაც ისეთი მდგომარეობა, ან ემოციები, ან შეგრძნებები, რასაც შესაძლოა არ აქცევდეთ ყურადღებას, ან გავუბოდეთ. ზოგს შესაძლოა რაღაც ისეთი ემოციური ფონი გქონდეს, კიდევ განმეორდები და ვიტყვი, რომ დაბნელებების დერეფანში ძალიან სავსებით ბუნებრივია, რომ ემოციური ფონი ჩვენი იყოს არასტაბილური, ბუნებრივია, ზემოქმედებას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს ემოციურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობებზე და აქედან გამომდინარე პირველ პოზიციას შესაძლოა ჰქონდეს რაღაც ისეთი სევდა, მელანქოლია, აპათია, მოწყენილობა, ხო? აი რაღაცას რო ველოდები, უღიმღამობა მომენტებში. აი რაღაც ასეთი ემოციებს შესაძლოა განიცდიდეს პირველი პოზიცია, ან კიდევ სხვა ემოციებს, ან სხვა მდგომარეობებს გრძნობდეს, რასაც გავუბიხართ. აი არის იქ რაღაცა ამ ემოციებში, რაშიც სასურველია, რაც სასურველია რომ დაინახოთ. იქ არის რაღაც ინფორმაცია თქვენში. აქ რასაც ახლა განიცდის პირველი პოზიცია, რასაც ახლა გრძნობთ, დაუკვირდით ამ შეგრძნებებს, დაუკვირდით ამ გრძნობებს, იმიტომ რომ ამ ყველაფერში არის რაღაც პასუხი იქ თქვენთვის. იქ არის რაღაც მინიშნება, იდეა, პასუხი, ინსაიტი, რაც დაგეხმარებათ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უსასრულობამდე იტანჯოთ და უსასრულობამდე სევდაში იჯდეთ და აქედან არ გამოხვიდეთ და აი უბრალოდ რაღაც იპოქონდრიულად იყოთ ამ მდგომარეობებში, ან იწუწუნოთ, ან იდრამატიზიროთ, ხო? უბრალოდ ემოციურად მიაქციეთ ყურადღება, რა ხდება თქვენში. რას გრძნობთ, რას გეუბნებათ თქვენი საკუთარი ხმა, რას გეუბნებათ თქვენი ინტუიცია. იქ არის რაღაც პასუხები თქვენთვის. მიიღეთ ეს ინფორმაცია და გავშვით. აი ეს არის აქ ეს მომენტი აქ. და რატომ ეს მესიჯი? ახლა აქ პირველ პოზიციისთვის, რატომ ეს მესიჯი? ესეთი. რატომ? იმიტომ რომ არ აქცევთ ამას ყურადღებას, იმიტომ რომ გარკვეული მიზეზების გამო აქ პირველი პოზიცია სხვა რაღაცეებზეა გადართული. მაგალითად, შესაძლოა იყოთ გადართული მატერიალურ სამყაროზე, ხო, რაღაც სხვა ინტერესები გქონდეთ ამ ეტაპზე და არა ის, რასაც გრძნობ, იმიტომ რომ არამცალია ახლა ამისთვის ვალდებულებები მაქვს, შესასრულებელი პასუხისმგებლობები მაქვს, ან საერთოდ არ მინდა ამ ემოციებში წასვლა, იმიტომ რომ ზედმეტად თავის ტკივილია ეს. იმიტომ რომ მეშინია იქ ჩასვლა, ხო? მაგალითად. ამიტომ აქ კარტი გვიჩვენებს, რომ ასე მაინც მოვიდეს თქვენამდე ინფორმაცია, რომ მიაქციეთ ყურადღება, რაც ახლა ხდება თქვენში. გულიც კი მჭვალავს აქ ოდნავ ამ წუთას. აქ არის ბევრი რაღაც თქვენ, რასაც გრძნობთ, მაგრამ ამას არ აქცევთ ყურადღებას. უარყოფთ, ან საერთოდ არ მიდიხართ ამაში. ზოგმა ვინც ახლა ვიდეოს გათიშვა მოისურვა, ან გაფრაზდა, ან გაღიზიან და იცოდეთ, რომ ამაშიც პასუხია თქვენთვის. ასე რომ მიაქციეთ ამას ყურადღება, ეს დაგეხმარებათ, რომ რაღაცეები თქვენ ცხოვრებაში გადაიჭრას, რაღაცეები დაინახოთ და პირიქით უფრო ლაღად და სასიამოვნოდ განაგრძოთ ცხოვრება, რადგანაც აი ეს მომენტი, რომ გაურბიხართ ამ ემოციებს, რაც თქვენს თავს ეხება, ეს მომენტი გაფერხებთ.
და რა არის აქ? რატომ გაურბიხართ ამ მომენტს? რთულია ეს მუშაობა აქ. არ მინდა ახლა არ მცალია ამისთვის, მირჩევი ენერგია სხვა რაღაცაზე დავხარჯო. მე შინია ამ ყველაფერზე შეხედვა, მე შინია ამის კონტროლი, მე კიდე პასუხისგებლობის აღება შესაძლოა არ მინდოდეს ამ ემოციებზე. მიდი ახლა არ ყვი ეს რა ემოცია სად არის და აი არ მინდა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აი არ ჩახვიდეთ ამ ემოციებში. თუმცა და აი ეს რო ხდება, ამას თქვენთვის რა მოაქვს? რა მოაქვს და ის მოაქვს, რომ უბრალოდ ამ ყველაფერს უარყოფთ. რა მოაქვს და მოაქვს ბრაზი საკუთარი თავის მიმართ, შესაძლოა იყოს ფრუსტრაცია, შიში, ფოთვა, რაღაც დამოკიდებულებებზე შესაძლოა გადადიოდეთ, ან ბევრ ვერაცნობიერებდეთ თქვენს ქმედებებს, ან თქვენს არჩევანს, იმიტომ რომ არ არის სრული გაცნობიერებული, გააზრებული ქმედებები თქვენ ცხოვრებაში, ხო? აი რატო ვირჩევ ამას მაგალითად, რატო შევდივარ ამ ურთიერთობებში, ან რატო ვირჩევ გარკვეულ სახეს ურთიერთობებს, ან რას ვიზიდავ და რატო ვიზიდავ, ხო? ანუ არ ხდება ამის გაანალიზება, სიხმის ჩასვლა არ ხდება. არ მიდიხართ იქ. და ეს ბუნებრივია, გიშლით ხელს, არ ხდება პიროვნული და სულიერი განვითარება ადამიანის. ამიტომაც აქ კარტები გვაწვდიან ამ მესეჯ პირველი პოზიციისთვის, რომ შეხედეთ, აღიარეთ საბოლოოდ, ხო? კარგი. რა მესეჯი არის აქ? რა არის კიდე ის, რაც აი მაგალითად ახლა მოდის აქ თქვენთან მესეჯად. იცოდეთ, რომ აი სასიხარულო ეტაპი, სასიხარულო ამბები, მოვლენები გზაშია თქვენთან. არაფერი არ გაქვს სანერვიულო, მერწმუნეთ. შესაძლოა ახლა განიცდიდეთ რაღაც ისეთ მომენტს, რომ ღელავდეთ, გიჭირდეთ, ან იმედი აღარ გქონდეთ მომავლის, ან ფარხმალ დაყრილი იჯდეთ მაგალითად, ხო? მაგრამ იცოდეთ, რომ მზე გამოანათებს, იქნება სიხარული, იქნება სილაღე, იქნება სასიამოვნო ამბები, რაც გაგახარებთ, გაგახალისებთ, შემოიტანს მზეს თქვენ ცხოვრებაში. უბრალოდ ენდეთ სამყაროს. არ ინერვიულოთ, რაც არ უნდა იყოს ახლა რთული თქვენ ცხოვრებაში, იცოდეთ, რომ სიუსცე, ღმერთი, სამყარო, ხო, ვისიც გჯერათ, არ დაგტოვებთ და აქ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ ახლა არ არის სასურველი, რომ ხელები ჩამოუშვათ და პესიმიზმში გადავარდეთ. იცოდეთ, რომ აქ ყველაფერი დავაგდება და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. ვაი? ხო, დასრულდება ეს ცირთულეების და გამოცდების ეტაპი და გამოხვალთ აქედან აუცილებლად. გადაწყდება ის საკითხები, რაც გადასაწყვეტია, მაგალითად ვიღაცასთან დაკავშირებით, რაღაცასთან დაკავშირებით, ხო? აქ გამოინახება კომპრომისი, გამოინახება შეთანხმება, იპოვით გამოსავალს. კი, იპოვით გამოსავალს იმ საკითხთან დაკავშირებით, ან სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც უკვე დიდი ხანია თქვენ გაწუხებთ. იქნება ეს იურიდიული, იქნება ეს მეგობართან დაკავშირებით, ოჯახის წევრთან თუ სასიყვარულო სფეროს დაკავშირებით, ხო? ესე იგი, აქ მთავარი ასპექტი არის ის, რომ იცოდეთ, რომ აუცილებლად სამყარო, პირდაპირ სამყარო აქ გეხმარებათ. არ გეგონოთ, რომ სამყარომ ზურგი შეგაბრუნათ და აი თქვენ გაწამებთ მანდ-ამაინც, ხო? არავის არ გვაწამეს ჩვენ სამყარო, ყველა ვუყვარვართ, ყველას გვეხმარება. იცოდეთ, რომ თქვენც უყვარხართ სამყაროს და თქვენ მარტო არ ახართ, თქვენთან არიან ზემოძალები, ღმერთი იქნება, ანგელოზი იქნება, ხო, ვისიც და ისიც გჯერათ. თქვენთან არის ეს ყველაფერი, არ ახართ თქვენ აქ მარტო. არ დაგტოვებენ, დაგეხმარებიან და იცოდეთ, რომ ყველაფერი მოგვარდება. უბრალოდ აი ამ ეტაპზე უბრალოდ ეს რომ იცოდეთ და ამისი გჯეროდეთ, ესეც საკმარისი არის. ესეც საკმარისი რა, რეალურად ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. დასრულდება ეს სირთულეების მომენტი ან კონკრეტულ ადამიანთან, ან სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობს, აი ზუსტად ეს დაბნელების დერეფანი იქნება კულმინაცია ამ სიტუაციაში, რაც დახურავს თქვენ სირთულეებს აქ. ხო, აქ სირთულეები აუცილებლად სრულდება.
პირველი მიზეზი თუ რატომაც უფრო მეტად რთულია ეს ყველაფერი არის ის, რომ ბევრს ფიქრობთ. ბევრი პესიმიზმია, ბევრი ფიქრი და ისეთი აზრები, overthinking, ხო? ბევრი ჩახლართული აზრი, რომელიც შესაძლოა არ იყოს დიდად დაკავშირებული ობიექტურ რეალობასთან და სუბიექტური იყოს და ჩვენ იმ დონემდე ვფიქრობთ და იმ დონემდე ვეძებთ რაღაცებს, რაც რეალურად არ არის, რომ ჩვენ თვითონ ვართულებთ შემდგომ ამ სიტუაციას, ან სიტუაციაზე წარმოდგენას, ან შეხედულებას ჩვენივე გონებაში. ასე რომ relax, ამოისუნთქეთ და გავშვით. ეს ყველა მძიმე აზრი, ყველა პესიმისტური აზრი და იცოდეთ, რომ აქ აუცილებლად გამოანათებს თქვენთან მალევე მზე და ყველაფერი კარგად იქნება. ხო? რაზე გააკეთოთ აქ აქცენტი ახლა? აქ სასიყვარულო სფერო ამოგვივიდა აქ. არ ვიცი ვისთვის არის ეს აქტუალური, მაგრამ აქ გააკეთეთ აქცენტი თქვენს სასიყვარულო სფეროზე. იქ არის შანსი, იქ არის ადამიანი, თასების რაინდი, ვისთანაც არის პერსპექტივა, სიყვარულის, შეყვარების, ემოციების, სუფთა სიყვარულის, სუფთა ემოციების, ხო? ამ ადამიანს უნდა რომ შენიშნოთ ეს. ან უბრალოდ ეს არის ისეთი ადამიანი, ვინც მოდის ამისთვის თქვენთან და გახსენით თქვენი გული. იყავით გახსნილები სამყაროსთვის, იყავით გახსნილები ახალი სიყვარულისთვის, ან უკვე ვიღაც ისეთი თუ გრძნობთ ვიზეც არის საუბარი, უკვე არის ეს ადამიანი თქვენთან და უბრალოდ გაეხსენით მას. გახსენით თქვენი გული. ხუთიანი პენტაკლები გახსენით პირველ პოზიცია თქვენი გული, იმიტომ რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკვე აი ასეთ სიცივეში და რაღაც ისეთ სიტუაციაში ხართ ვიღაცასთან დაკავშირებით, აი ისეთი, ხო იცით, გაწელილი, გაურკვეველი, ძანკალ-ძანკალი სიტუაცია, ხო, ვიღაცასთან დაკავშირებით. ამიტომ აქ უბრალოდ მოდუნდით, მოეშვით და გახსენით თქვენი გული. ეს ადამიანია, ის არის, ვინც აქ არის, თუ ვიღაც ახალია. არა, უმრავლესობისთვის ეს თასების რაინდი აი ზუსტად ის ადამიანი, ვისთანაც ეს ხუთიანი პენტაკლები არის. და ეს ადამიანი თქვენთან უფრო აქტიურად ჩდება, რაღაც ახალი შემოთავაზებით ჩდება, ახალი ემოციებით ჩდება. და ხო, შეხვდით ამას, მიეცით ამას შესაძლებლობა, რომ ეს შემოთავაზება, ეს მოვლენა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, თან საკმაოდ მალე მოხდება ეს და ძალიან გაგახარებს და სასიხარულო იქნება თქვენთვის. კარგით, მოდით ვნახოთ რჩევა ახლა ზოგადად პირველი პოზიციისთვის და ამაზე დავასრულოთ, ხო? იმიტომ რომ არ არის საჭირო ძალიან გრძელი და ბევრი საუბარი. ამ ყველაფერზე სავსებით კონკრეტული და გასაგებია ყველაფერი. რჩევა თქვენთვის ახლა. Determination. აირჩიეთ თქვენი მიმართულება. აირჩიეთ რა გინდათ, სად გინდათ, სად მიგიწვდებათ თქვენი გული, ხო? საით გეძახით თქვენი თავი, სად გიჩვენებთ თქვენი ინტუიცია, რომ აი რა უნდა თქვენს გულს, რა მიმართულება სურს, ხო? იგრძნობთ, არ არსებობს რომ არ იგრძნოთ და არ იცოდეთ. უბრალოდ ამისთვის მოусმინეთ თქვენს თავს. და უეჭველი იგრძნობთ, აი რა მიმართულებით წახვიდეთ ახლა თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე. სამყარო თქვენთან არის. თქვენ მარტო არ ხართ. უბრალოდ იმისათვის, რომ იგრძნოთ და გაიგოთ პასუხები და მიიღოთ მინიშნებები, გაეხსენით ამ ყველაფერს. თუ აქ და ისმენთ და უკვე ბოლომდე მოისმინეთ, ეს უკვე ძალიან დიდი რაღაცა გილოცავთ, ესე იგი თქვენ იღებთ ამ ინფორმაციას, ესე იგი თქვენ გახსნილი ხართ სამყაროსთვის და მესიჯები მოდის თქვენთან. აუცილებლად, რაც არის თქვენი იქნება. უბრალოდ თქვენ გაეხსენით და იყავით გახსნილები ამ ყველაფრისთვის, ხო? ჩვენგანაც საჭიროა, რომ ჩვენც რაღაც ნაბიჯი გადავდგათ. არაჩვეულებრივ გაშლა იყო, აქ სასიხარულო, სასიამოვნო ამბები გელით, არ ჩამოყალეთ ყურები, პირიქით, გახსენით თქვენი გული, ვისაც მოგეწონათ ეს გაშლა, რეზონირებს, აუცილებლად დაალაიქეთ, რომ ენერგეტიკულად უფრო მეტად გააქტიუროთ ეს ყველაფერი, რაზეც მე ვისაუბრე, დატოვეთ თქვენი უკავშირი და მსურველებს გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტაროტ სესიაზე. ამაზე პირველი პოზიცია დასრულებულია. მე გადავდივარ მეორე პოზიციასთან. მოვამზადო, ეხლა დასდები.
მივესალმები მეორე პოზიციას და დავიწყოთ, ვნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია დასაწყისისთვის, რომ მიხვდეთ და იგრძნოთ ეს თქვენი პოზიცია თუ არა. რადგანაც ეს არის საჯარო და ზოგადი გაშლა, ხო? ბუნებრივია, ხა ყველასთან შესაძლოა ზუსტად სიტყვით არ რეზონირდეს, თუმცა ბევრი გამომწერი წერს, რომ ძალიან რეზონირებს ხოლმე. ესეც არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა. არაფერი არ არის გამორიცხული. კარგი, ვნახოთ მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია. ახლა რა ხდება თქვენში, თქვენ ცხოვრებაში? თასების დედოფალი, იგივე დედოფალი, წყლის დედოფალი ამ დასტაში. აქ წყალში ხართ თქვენ უფრო მეტად, მინდა ვთქვა. აქ თქვენში ხდება გამთლიანება. ხო, თქვენი ინტუიცია უფრო მეტად ძლიერდება, ბევრ სიზმრები აქვს. ბევრს აქ ესეთი აქ ვინც არიყავით პირველ პოზიციაზე და დასაწყისი არ მოგისმენიათ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაბრუნებების დერეფანი არის 28 აგვისტომდე და განსაკუთრებით გაძლიერებულია ჩვენი ინტუიცია, სიზმრები, ხილვები, ყველაფერი, ხო, ეს ეზოთერული, მისტიური ამბები, ყველაფერი გაძლიერებულად არის. ასე რომ აქ მეორე პოზიციას შესაძლოა გაძლიერებულად გქონდეს ხილვები, სიზმრები, სიმბოლიკით შესაძლოა გესაუბრებოდეთ სამყაროდ, თქვენ ამას გრძნობთ. ბევრმა შესაძლოა ვერ გააცნობიეროს, ვერ მიხვდეს ზუსტად რა რას ნიშნავს, მაგრამ თქვენ გრძნობთ ძალიან ბევრ რაღაცას ახლა და თქვენში უფრო მეტად ხდება გამთლიანება, გაერთიანება თქვენი ცოდნის, თქვენი შეგრძნებების შინაგანად მოდის ეს შეგრძნება თქვენში, ხო, შინაგანად გრძნობთ. ბევრი რაღაცის გადაჭრა, ბევრი რაღაცის გაცნობიერება, უფრო მეტი ინფორმაციის მიღება საკუთარ თავზე, სამყაროს მიმართ და ძალიან ინტუიციური მდგომარეობები გაქვთ, ძალიან სიღრმისეული მდგომარეობები გაქვთ, სადაც ბევრ რაღაცას გრძნობთ. ამავე დროს შესაძლოა უფრო მეტად სენსიტიურები იყოთ, ხო, უფრო მეტად განიცდიდეთ ყველაფერს. ზოგს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ აი ეს რაღაც პატარა უმნიშვნელო რაღაცაა და რატო მოდის ასე ახლოს ეს ჩემთან, რატო მიწვევს ეს ჩემში ამდენ ემოციას, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია და უფრო მეტად და კიდევ სხვა სპექტრით განიცდის მეორე პოზიციამ ყველაფერს, რადგანაც უფრო მეტად სენსიტიურები ხართ, უფრო მეტად გრძნობიარები ხართ და უფრო სიღრმისეულად ხედავთ და აღიქვამთ ყველაფერს, რაც თქვენში და თქვენს ირგვლივ ხდება, განსაკუთრებით ახლა. კიდევ რა ხდება აქ თქვენში? ძველი სტრუქტურების დანგრევა, და ცვლილება, რაღაც კრიზისებიდან გამოსვლა, თქვენი მასკულინური და ფემინური ენერგია ორივე გეხმარებათ აქ და აქ ხდება ბალანსი თქვენს მასკულინურსა და ფემინურ ენერგიას შორის. ხო, ყველაში, ჩვენში ყველაში არის მასკულინური და ფემინური ენერგია. და ეს სასურველია იყოს ჩვენში ბალანსირებულად. აი ზუსტად აქ მეორე პოზიციის ცხოვრებაში ხდება ამის დაბალანსება, მასკულინურ და ფემინურ ენერგიის შორის დაბალანსება, რომელიღაც ენერგია ამ ორიდან შესაძლოა უფრო მინიმუმად იყო გამოვლინებული თქვენ ცხოვრებაში, უფრო მეტად შესაძლოა ვერ აქცევით ან არ აქცევით ამას ყურადღებას და ახლა ამ ენერგიის უფრო მეტად გააქტიურება ხდება თქვენ ცხოვრებაში. აი აქ მეორე პოზიციას აქვს მომენტი სევდის და იმისი, რომ აი რაღაც ძალიან ისეთი ემოციურობის, შფოთვის და ცვლილებების დიდი ცვლილებები ხდება თქვენში და თქვენ ცხოვრებაში. ეს შესაძლოა მეორე პოზიციას აშინებდეს, აფრთხობდეს, მაგრამ ეს არის დადებითი თქვენთვის და ამასთან ერთად თქვენი ინტუიცია კიდევ უფრო აქტიურდება, თქვენი ძალები უფრო იღვიძებენ. ხო, აი ასეთი ინფორმაცია არის აქ ზოგადად მეორე პოზიციის სიგნიფიკაციასთან დაკავშირებით. თუ რეზონირებს, აგრძელებთ მოსმენას და ვნახოთ ახლა ჩვენ, ხო, რა უნდა სამყაროს ახლა რო გითხრათ, აი რა არის ის ინფორმაცია, რაც დღეს მე უნდა გაგიჟღეროთ აქ მეორე პოზიციას. აქ ხმლების რაინდი ვიღაც არის თუ რაღაც. ვიღაც აქ მოიჩქარის თქვენთან რაღაც ინფორმაციით, რაღაც ქმედებით. აქ ვიღაც მოიჩქარის მეორე პოზიცია და რაინდი ისევ, ხო? ვიღაც აქ არის მესენჯერი თქვენი. მესიჯის გადმომცემელი თქვენ ცხოვრებაში, ვიღაც უმრავლესობისთვის თუ მაგალითად გენდერს მივადგებით, შესაძლოა ეს იყოს მამაკაცი ან ბიჭი, ხო?
თუმცა არ ვიყოთ სტერეოტიპულად არ მივუდგეთ, შესაძლოა ეს ქალიც იყოს ან გოგოც, მაგრამ უმრავლესობისთვის მაინც მამაკაცი, იმიტომ რომ მაინც მამაკაცური ისეთი ენერგიები დაჭდა, ხო, რაინდი. ასე რომ ეს არის ადამიანი 35 წლამდე დიდი ალბათობით, რომელიც მოდის თქვენთან რაღაცა რომ მოგცეთ. შესაძლოა ეს რაღაც ისეთი ინფორმაცია იყოს, რამაც თქვენ ძალიან წინ წაგწიოთ, დაგეხმაროთ. ესე იგი, რა სახის ინფორმაცია უნდა გადმოცეს აქ მეორე პოზიციას? იმ სახის ინფორმაცია, რაც უკვე თქვენ შესაძლოა აი იმედიც არ გქონდათ. აღარც ელოდებოდით, რომ აი აქ რაღაც პერსპექტივა იქნებოდა. შესაძლოა დიდი ხანი ელოდით რაღაცას. შეიძლება ეს იყოს საბუთი, შეიძლება ეს იყოს კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, სიტუაციასთან დაკავშირებით, ხო? რადგანაც გაშლა საჯაროა ზოგად ინტერპრეტაციებს ვამბობ. აქ უკვე თქვენ თვითონ იგრძნობთ რომელია თქვენი და დაიჭირეთ, ხო? ეს ისეთი ინფორმაცია, რაც უკავშირდება რაღაცას, რაც დიდი ხანია ელოდით, ეს იწელებოდა, მაგრამ შემდეგ ისი არ გამოვიდა, როგორც თქვენ გინდოდათ და თქვენც უკვე всё რა, ჩამარხეთ ეს საკითხი და ჩაიგნიეთ ხელი და თქვით, всё, გასაგები არ გამოდის, ეს ის არ არის, არაფერი არ იქნება. და არა, ადამიანი მოდის ამ ინფორმაციით, რომელიც აი ამ სიტუაციას რა, დაეხმარება. ამ სიტუაციას წინ წაწევს, დაეხმარება. და მოგცემთ თქვენ იმას, რაც მაგალითად გინდოდათ, ან რა შედეგიც გინდოდათ. ესე იგი, აქ უნდა იცოდეთ, რომ თქვენთან მოიჩქარის ადამიანი, აი რაღაც ასეთი ინფორმაციით. მაინც ეს ინფორმაცია რომანტიული სახის არის, თუ ეს რაღაც ისეთი ინფორმაცია, რაც უკავშირდება რაღაც საბუთებს, ბინას და ისეთ მატერიალურ საკითხებს. უმრავლესობისთვის ეს არის ორივე, უმრავლესობისთვის უფრო ეს რომანტიული საკითხია. თუმცა არ გამოვრიცხოთ მატერიაც, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს მაინც არის რომანტიული საკითხი და ისეთი რომანტიული სფერო. მალე გამოჩნდება ეს ადამიანი, ტუზი პენტაკლების. ამას ჭირდება გარკვეული დრო, თუმცა უმრავლესობას ეს ადამიანი მიწერს. და კი, ეს არც ისე შორს იქნება. კარგი, რამდენ დღეში მიხორბით? 7, 6 პირდაპირ კვერთხები დაჭდა. 6-7 დღის განმავლობაში აქ მაქსიმუმ ამ ვიდეოს მოსმენიდან 6-7 დღის განმავლობაში ელოდეთ ამ ადამიანს. გავხარდება მეორე პოზიციას ამ ადამიანის. ძალიან გაგიხარდებათ. ეს იქნება თქვენთვის ძალიან უცაბედი, არ ელოდით ამას და ძალიან სასიხარულო. და თვითონ ამ ადამიანის გამოჩენაც გაგიხარდებათ. კარგი, რას გეტყვით ეს ადამიანი? რო შენ ხარ დედოფალი, შენ ხარ კვერთხების დედოფალიც, რომ აი თქვენ ხართ ქალის ქალი რა. და თქვენ ხართ ყველაზე და აი უფრო როგორი ტექსტიცი, აი შენ ასეთი ხარ, რომ აი ასეთი ლამაზი, ასეთი საოცარი, აქ მისტიური ნოტაც არის, რომ აი მისტიურები ხართ. რომ თქვენ რო ინტუიცია გაქვთ და თქვენ რო რაღაცეები შესაძლოა თავის დროზე ამ ადამიანს უთხარით, რომ აი სწორი იყავი, ესეც შესაძლოა იყოს აქ. რომ შენ აი ასეთი ლამაზი ხარ, ასეთი მომხიბლელი და მისტიური და ჯადოსნური ხარ. ვერავის ვერ შეედრები და მე შენს მიმართ ემოციები მაქვს, გრძნობები მაქვს და მე აი ასეთი თავგატეხილი ადამიანი ვარ. ესე იგი ეს ადამიანი მოდის თქვენთან, რომ გამოგიტყდეთ? ხო, რაღაც ისეთი გადაჭრას, რაღაც ინფორმაცია მოგცეთ, კიდევ ერთხელ, რაღაც ინფორმაცია მოიტანოს თქვენამდე, რაც კარდინალურად შეცვლის თქვენს ენერგიას, თქვენს ენერგიასაც და თვითონ სიტუაციას გამოაფხიზლებს და მოდის აქ შემოთავაზებითაც მოდის. აქ მოდის მოსაგვარებლად თქვენთან ეს ადამიანი. მოსაგვარებლად, რის მოსაგვარებლად? მეორე პოზიციასთან აბა გრძნობების, რომ თავის დროზე რაღაც ვერ გადაწყდა ისე, როგორც იყო საჭირო. ვერ მორიგდით და ან ვერ მორიგდით, ან დაიხურა სიტუაცია, იმიტომ რომ ვერ მორიგდით, ვერ მიხვედით. ორივემ სასურველ რაღაც არჩევნამდე მაგალითად, ხო? აი ეს გაგვიჟღერეს აქ მეორე პოზიციასთან ძალიან საინტერესოა, ხო? რატომ გაგვიჟღერეთ ეს ინფორმაცია ახლა? იმიტომ რომ თქვენ აქ მოწყენილები ხართ და შესაძლოა ბევრი ვინც ახლა ისმენს მეორე პოზიციას
ფიქრობდეთ ისედაც ამ ადამიანზე. ისედაც ფიქრობთ აქ ამ ადამიანზე და ელოდებით აქ. ან შესაძლოა ფიქრობთ ამ ადამიანზე და ბევრ რაღაცას ვერ გაეცით პასუხი, იმიტომ რომ რაღაც დაკიდებულად დასრულდა სიტუაცია, ან თქვენთვის გაურკვეველია თუ რაც ხდება ახლა ამ ადამიანთან და იმიტომაც გაგვიჟღერეს, რომ იცოდეთ, რომ ეს ადამიანი გამოვა აქ კონტაქტზე, დაგეკონტაქტებათ აქ და აქ მოგვარდება, გადაწყდება ეს სიტუაცია, თან ეს ადამიანი იაქტიურებს ძალიან. აქ როგორ წარიმართება თქვენი ურთიერთობა ამ ადამიანთან? მოგვარდებით. აქ იქნება საერთო გადაწყვეტილება, აქ მიხვალთ საერთო დასკვნამდე, საერთო გადაწყვეტილებამდე, კომპრომისამდე, რომ აი მოდი ასე ერთობლივად ასე გადავწყვეტოთ, ან მოდი ასე გავაკეთოთ და ეს აქ იქნება. და ახლა როგორი სიტუაცია გაქვთ ამ ადამიანთან? არ არის ახლა თქვენ, არ არის აქ თქვენ შორის კომუნიკაცია ახლა. ხო, რაღაც ისეთი გაურკვეველი კომუნიკაცია, შესაძლოა შეიცვალა ფორმატი თქვენ შორის, ან არასტაბილური კომუნიკაცია, ან საერთოდ არ არის კომუნიკაცია. ხო, ამ სამიდან მოარგეთ თქვენს სიტუაციებს, მაგრამ ის სასურველი კონტაქტი ახლა თქვენ შორის არ არის, რაც მაგალითად თქვენ გინდათ რომ გქონდეთ. აი მეორე პოზიციასთან ასეთი ინფორმაცია გაგვიჟღერეს აქ. კარგი. კიდევ არის რაღაც აქ მეორე პოზიციასთან. კიდევ არის რაღაც აქ პოზიციასთან. კიდევ ისევ იგივე სიტუაცია, რომ გამოჩნდა. ვისაც ელოდებით აქ, ეს ადამიანი თქვენთან გამოჩნდება. აი ამოხვედით თქვენ, პენტაკლების დედოფალი და ამოვიდა ეს ადამიანი ისევ პენტაკლების რაინდი. მოგწერთ ეს ადამიანი და აქ ხუთიანი პენტაკლი. და აქ ისევ ხუთიანი პენტაკლი. ეს ადამიანი, ვისთანაც რაღაც გაწელილი იყო სიტუაცია, ან გაურკვეველი იყო სიტუაცია, ან თქვენ ელოდებოდით, ხო, გამოჩნდება ეს ადამიანი თქვენთან, მოგწერთ ეს ადამიანი აქ. კარგი, კიდევ რას ეტყოდით აქ მეორე პოზიციას? არ შეგეშინდეთ. აქ ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ შესაძლოა ამ დაბნელების დერეფანში მეორე პოზიცია უფრო მეტად შფოთავდა. თქვენი ინტუიცია უფრო მეტად გაღრმავდა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მაგრამ ამავდროულად უფრო მეტმა შიშმა და შფოთვამ და ემოციამ წამოყო თქვენში თავი. უფრო მეტი ის არის შფოთვა და ბობოქრება თქვენში. მაგრამ ამისი არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, ნაწილი იმისი, რომ თქვენი ინტუიცია უფრო მეტად გაძლიერდეს და უფრო მეტად მიხვდეთ და გაცნობიეროთ, რა დროს რას გრძნობთ, როგორ, რანაირად და უფრო მეტი მჭიდრო კავშირი დამყაროთ თქვენს ინტუიციასთან. ანუ აქ სხვაგვარად რო ვთქვა, პერიფრაზირება, ხო? თქვენი ინტუიცია უფრო ძლიერდება. აბსოლუტურად. თქვენი ინტუიცია და ეს ეზოთერული უნარები, შესაძლებლობები, რაც უკავშირდება შეგრძნებებს, გრძნობებს, წინად გრძნობებს, ხილვებსაც, ხო? სიზმრებს, ეს ყველაფერი ორმაგდება აქ მეორე პოზიციაში. და ამისი არ შეგეშინდეთ. მიიღეთ ეს, შეისწავლეთ და დააკვირდით, ხო? მაგალითად, თუ ეს სიზმრებია, ჩაიწერეთ სიზმრები, ადევნეთ თვალი, როგორ ვლინდება ეს სიმბოლო თუ ის სიმბოლო თქვენს რეალურ ცხოვრებაში, ხო? დააკვირდით ამ ყველაფერს. მოიძებნეთ ლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო? გააჩნია კიდევ ერთხელ, რა არის ზუსტად თქვენს შემთხვევაში აქ. ეს უკვე ინდივიდუალურად თქვენ გადაწყვეტეთ, იმიტომ რომ ბუნებრივია ყველა სხვადასხვა რაღაც შესაძლოა კონდეს აქ. კარგი. მოდით მაშინ ვიკითხოთ და რას მიაქციოთ აქ ყურადღება, ხო? რას მიაქციოთ? კვერთხების რაინდი. ეს პიროვნება თუ სიტუაცია? პიროვნება სიტუაციით. ეს ის რაინდი აქ, მანამდე რო გვიჩვენეს, თუ ეს კიდევ ვიღაც სხვაა? ეს სხვა არის ვიღაც, აქ კიდევ ვიღაც სხვა ადამიანია და უნდა მიაქციოთ ბევრი მამაკაცები თქვენთან აქ მომად არის მეორე პოზიცია. აქ არის ვიღაც პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, ვისაც უნდა მიაქციოთ აქ ყურადღება. ესე იგი, უნდა მიაქციოს მეორე პოზიციამ ამ პიროვნებას ყურადღება. ხო, იმიტომ რომ აქ იქნება რაღაც არჩევანი ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. და რატომ უნდა მიაქციოს ყურადღება ამ ადამიანს, აბა? რატომ? არ ვიცი, შესაძლოა ამ პიროვნებასთან ან ბავშვი გაკავშირებდეთ, ან ოჯახი გაკავშირებდეთ, ან რაღაც ბიზნესი გაკავშირებდეთ, რაღაც ისეთი კავშირები შესაძლოა გქონდეთ ამ ადამიანთან, რაც მერე თქვენზე ზეგავლენას მოახდენს და შესაძლოა რთული გახდეს რაღაც პროცესები თქვენთვის. და აქ იმისთვის, რომ რაღაც
არ მოტყუდეთ, არ მოგატყუოთ მაგალითად ამ ადამიანმა, ხო, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, ან რაღაც манипуляცია არ გაგიკეთოთ ამ ადამიანმა, რომ მერე თქვენ დარჩეთ წაგებული და მოტყუებული მაგალითად, ხო? და ვინ აი მიეცეთ მინიშნება მეორე პოზიციას რომ მიხვდეს, აი ვინ არის ეს ადამიანი, ვისაც მიაქციოს აქ ყურადღება. ვინ არის ეს ადამიანი? ვინ არის? აი ასეთი კარტი ამოგვიდა კუთხენით ასები. აი ასეთი ადამიანი, ვისაც ახლა არ აქცევთ ყურადღებას, თუ ადამიანი, ვისაც ფიქრობთ. არ აქცევთ. ვიღაც ისეთი ადამიანია, ვისაც ცდილობთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება. რაღაც ასეთია. ან ვინც ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას. რაღაც ასეთია. და ამ ადამიანმა შესაძლოა აქ მოგატყუოთ. თითქოს რაღაც შემოგთავაზოთ, მაგრამ ამავდროულად ამის უკან იმალებოდეს მისი პირადი მიზნები და ამბიციები და ტყუილი. და ეს რომ გაითვალისწინოთ. აქ თქვენი ინტუიციაც და სამყაროც მოგცემთ მინიშნებებს, ისედაც ისე გაკეთდება, რომ თქვენ მანამდე, სანამ შეტოპავთ სადმე ამ ადამიანთან ერთად, გექნებათ ბევრი სხვადასხვა მინიშნება და თუ მიაქციოთ ამ ყველაფერს ყურადღებას, არ მოტყუდებით. ანუ აქ რჩევა, ეყავით ყურა. არ მოტყუდეთ, მოусმინეთ თქვენს ინტუიციას. სანამ რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებთ, კარგად ობიექტურად გაზომეთ, გადაწყვიტეთ, დაწონეთ, რეალურად გაუსწორეთ თვალი რეალობას და თქვენს ინტუიციას მოусმინეთ. თქვენი ინტუიცია გადასარევი რადარია აქ. კარგი და რჩევა. მეორე პოზიცია ზოგადად ხო რჩევა. იგივე რჩევა მოვიდა რაც პირველ პოზიციასთან, გადაწყვეტეთ მიმართულება, ხო? რა მიმართულებით გინდათ თქვენი ცხოვრების წაყვანა? გადაწყვეტეთ მიმართულება. და წადით ამ მიმართულებით. რაც გინდათ, აირჩიეთ და წადით. კიდევ რჩევა. მარტივი სიამოვნებები. ყველაფერი სილამაზე არის შენს ირგვლივ. ისე რომ ისიამოვნე ცხოვრებით, დატკბე ამ მომენტით, ხო? ეს მეორე იმიტომ ამოვიღე, იმიტომ რომ იგივე რჩევა იყო პირველთან და ცოტა რომ გამრავალფეროვნოთ. ამაზე მეორე პოზიციის გაშლას დახურულად ვაცხადებ. მადლობა ყველას, ვინც ისმინა დღეს გაშლები, მოისმინა, უყურა, აუცილებლად დაალაიქეთ, თუ მოგეწონათ და რეზონირებს, ენერგეტიკულადაც ეს ყველაფერი რომ მოიზიდოთ, დატოვეთ თქვენი უკავშირი, მიხარია ყველა უკავშირის წაკითხვა. ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და მსურველებს გელდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. წარმატებები ყველას.